ვთქვით, ბატონო ნიკო, რომ ზუსტად ანალოგიურად, რომ აი მიდი წაგვაქცეს და შემდეგ მიგვატოვეს. და ეს არის ფაქტი. ამიტომ ვიძახი, რომ ესეთი პოლიტიკა, რომელიც ვაი პატრიოტიზმს უკავშირდება, უნდა დაამთავროს ქართველმა ხალხმა. პირველ რიგში ხელისუფლება. პოლიტიკოსებმა, თუნდაც იმ ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ, რომლებიც არიან და კიდე ჯერავთ, რომ აი ჩვენ რუსებს მოუგებთ, რუსებს დავამარცხებთ, ესე ვიზავთ, ასე ვიზავთ, იქ ბოდიში და უკანალებს ანახებენ. ესეთი პოლიტიკა უნდა დამთავრდეს. და თუ რეალურად არ გადავართ დიალოგის რეჟიმში, ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ჩვენ კვლავ გავაგზავნებთ აი ამ ურა პატრიოტიზმს, რაც რა თქმა უნდა არ გაამართლებს ჩვენ ეხლა დადგა დრო გვაქვს რომ რეალურ პოლიტიკაზე გადავიდეთ, აი ამ რელსებზე გადავიდეთ, რაც არის რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მხოლოდ და მხოლოდ არანაირი მონული მორჩილება, რაც აი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა, ესე ვთქვათ, თავჩახრილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. არ შეიძლება ესეთი მიდგომა და ძალიან კარგია რომ დღეს ჩვენ ვცდილობთ რომ თანაბარ უფლებიანები ვიყოთ და აღარ ვიყოთ ისე რომ ვასალური დამოკიდებულება ქონდეს. როგორ შეიძლება რომ აი მაგალითად ქალბატონი თიაწულუკიანი იმ დღეს გამოვიდა და რას იძახის? ეხლა ამხელა მინისტრი ხალი და რა ვიცი, ამდენ თანამდებობაზე აქვს ქალბატონს ნამუშევარი, ხო? რომ ერთმა დამიბარაო და პირდაპირ მითხრა და მომთხოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთმა დაიბარა და მომთხოვა რომ შენ ტონს უნდა დაუწიო და რიტორიკა უნდა შეცვალო. წარმოგიდგენია თქვენ? ვინ ჯანდაბა ამერიკის შეერთებული შტატების ერთში? რას ქვია დაიბარა? აი, ყოვლად წარმოუდგენელია და ჩემთვის ყოვლად ამაზრზენია ეს ყოველი. როდესაც მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის ისტორიით, რამდენი გვიბრძოლია, როგორი მაგრები ვყოფილ ვარ, როგორი, რა ვიცი, საკუთარ ყველაფერი გადაგვიდია, საკუთარი სიცოცხლე, ყველაფერი რომ დამოუკიდებლები ყოფილიყავი და აი აქ ყოფილიყავით, სადაც ვართ ეხლა და უცბად მოდის ვიღაცა ერთში ქვეყნის ერთში და გეუბნება, რომ იცი რა, შენ ესე არ უნდა გააკეთო და მე რომელსაც გინდა იმ რა ქვია, პრემიერს თუ პრეზიდენტს თუ პარლამენტარს დაგინიშნავ, თუ ეს იქნება მინისტრს დაგინიშნავ. ამიტომ ესეთი პოლიტიკა უნდა დამთავრდეს. ეს არ არის პოლიტიკა, ხალხო. ეს არის ვასალური, მონური მორჩილება და სხვა არაფერი არ არის. კოლონიზაცია სხვა კი არაფერი არ არის. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს მაქსიმალურად, რომ ეგრეთ წოდებული რბილი პოლიტიკით, აი ამ რბილი პოლიტიკით და თავიანთი, ესე ვთქვათ, შეფარული მავნე რაღაცა პატარ-პატარა ბომბებით ფაქტიურად ერი ააფეთქოს. აი თუნდაც გარყვნილობით, თუნდაც იქ მთელი რიგი ვითომ და ყველანაირად რო ცდილობენ რომ ქალი და კაცის იდენტობა წაშალონ, ყველანაირად რო ცდილობენ ჩვენი ტრადიციები წაშალონ, ყველანაირად რო ცდილობენ რომ რელიგია არაფერი არ არის და ეს რაღაცა შეხედულება და სხვა არაფერი არ არის. აი ამის გაუფასიურებით ყველაფერს აკეთებენ. USAID სწორედ მაგას აფინანსებდა, სხვას კი არაფერს. ვითომო ისა აი ეკლესიას სხვა აფინანსებდა კრიტიკოსები, ვითომ რა იძახიან და ეკლესიას როგორ აფინანსებდა თქვენ? აი სირცხვილი ამაზე რო ლაპარაკობთ რა. 1% რო ეკლესიას აფინანსებდა, 90% გიფინანსებდა აი ამ ეგრეთ წოდებულ NGO შნიკებს, რომლებიც იძახდნენ რომ რა ქვია, ქალი და კაცი ერთი უნდა იყოს, უსქესობა უნდა იყოს, რა ქვია, პირადობაში არ უნდა იყოს ჩაწერული მშობელი და ასე შემდეგ. ყველანაირად აი ამ გახსნილებას აფინანსებდა ეს USAID. ეს ხომ ფაქტია, ხო? და რა თქმა უნდა ის დააფინანსებდა შეფარვით ყველანაირად და ყველაფერს ეცდებოდა იმისთვის რომ როგორმე აი ამ ბრბილი ჯოხის მეშვეობით ჩვენ ვემართეთ. და ამას აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში 33 წელი აი ამ ეგრეთ წოდებული რბილი ჯოხის პოლიტიკის მეშვეობით მართავდა. აღარ გვინდა ჩვენ დღესდღეობით აღარ გვინდა რომ ვინმე გვმართოს და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი თავით ჩვენმე მართოთ. აი ეს პოლიტიკა დაიწყო ქართულმა ოცნებამ და ეს მისასალმებელია. როგორ შეიძლება რომ ამაზე არ თქვა რომ ეს კარგია.